ერთად აღესოთ, გაგახალგაგაზრდიოთ, გილოცავთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას, იგი მართლაც ჭეშმარიტად ღვთისმეტყველია, იგი არის სამ ღვთისმეტყველთაგან პირველი ღვთისმეტყველი, რომლებსაც აღარ ჩამოთვლიხდა ეს ღვთისმეტყველება მისი ყველამ ვიცით, მისი საოცარი წვდომა და შემეცნება ტრანსცენდენტული უფლისა, მიუწვდომელი უფლისა. ჩვენთვის მისაწვდომად სახარებით და გამოცხადებით მოცემული ყველას აგვიკითხავს და მისი ბრძოლა, ასევე მისი ბრძოლა, მისი ეს ცხოვრება, რომელიც გრძნეულებთან ბრძოლას, გრძნეულებასთან, შავძალებთან ბრძოლას ასახავს. ასევე გავცნობივართ ეს ბრძოლა, რომელიც უხილავ ძალებთან აწარმოა იოანე ღვთისმეტყველმა, ჩვენთვის მაგალითია ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხისთვის, რომ რაოდენ დიდია ჩვენთვის ბრძოლები ხილული და განსაკუთრებით უხილავი. უხილავის გამოვლინება ხილულია, მაგრამ უხილავს თავისთავად ვერ ხედავს ადამიანი და მისთვის უფრო ძნელი და უფრო, ასე ვთქვათ, რთული ხდება გამკლავება ადამიანისათვის. ამიტომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება და მისი ეპისტოლეები, მისი ასე ვთქვათ, საერთოდ ცხოვრება მთლიანად გვასწავლის და მიგვიწევს იმაზე, როგორც სიყვარულის მოციქული, რომ იგი თავარ ასპექტად, ის თავარ სახელად, უღრმეს სახელად, ის თავარ არსობრივ სახელად გამოხატავს სიყვარულს. ამიტომ მას სიყვარულის მოციქულსაც ეძახიან, ხო? რომ ერთი სიყვარული არის, ახლა შეაფენიურებ ხოლმე ამ სიტყვას, ერთი სიყვარული არის, გასაგებია, მაგრამ ეს თქვა იოანე ღვთისმეტყველმა. ისევ და ისევ შთაგონებით ღვთის მიერ მოცემული მისთვის გამოცხადებით. მართლაც რა შეიძლება იყოს უფალი, თუ არა და სიყვარული და აი ამ სიყვარულს გისურვებთ, რომელიც ჩვენ შორის არის და ქრისტიანს ჩვენ შორის და ესე იგი სიყვარული არის ჩვენ შორის. როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, მერცებს ვსაუბრობთ ფაქტიურად. ამიტომ დღეს მით უმეტეს დიდად მოსალოდს, დიდად დასაფასებელია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ზღვაც და გადასახედია მისი ცხოვრება, მისი ბრძოლა ღვინო გრძნეულიდან დაწყებული სხვა გრძნეულებთან, რომლებიც მაგალითია იმისათვის, თუ როგორ უპირისპირდებოდა ქრისტეს სახელით მეფნელეთის ძალებს და როგორ მოერიოს უნდა ადამიანი, როგორ უნდა დაძლევს პირველ რიგში საკუთარ თავში, რასაც დამოუკიდებლად ღვთის გარეშე ვერ შეძლებს ის ნეგატივი, ის უხილავი ბრძოლა, რომელიც ჩვენში წარმოიშვება ხოლმე. ადამიანის ძალიან რთული არსებაა და იგი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამას. იგი უწყვეტად დამოკიდებულია ღმერთზე, შეუქცევლად და უწყვეტად დამოკიდებულია უფალზე, ქრისტეზე. ჩვენ ყველანი თვითგანსაზღვრის, თვითგანმარტების, ასე ვთქვათ, გამორკვევის პერიოდში ვიმყოფებით, ტრამპლინზე, გარბენზე, გამოსაცდელ პერიოდში ამომიწიების ცხოვრებისა. ამიტომ გვმართებს ცნობიერების ჩვენი რწმენის, ჩვენი ვთქვათ, იმედის სინთეზირება. გვმართებს ჩვენი მსოფლმხედველობის უფრო მეტი, ესე ვთქვათ, გაღრმავება ჩვენი რწმენისა, ჩვენი ცოდნისა რწმენის შესახებ. ზუსტად ღვთისმეტყველი, პირველი ღვთისმეტყველი, რომელიც არის კიდევ ხო? გრიგოლ ღვთისმეტყველი, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ეს არის ნამდვილი ღვთისმეტყველება, რომელსაც იოანე ღვთისმეტყველი წარმოადგენს. იგი მას არც დისერტაცია დაუწვია, არც საკანდიდატო სადოქტორო და არც ვინმესგან ხარისხისა თუ რაღაცა ფილოლოგიური თავსატეხების დადასტურება მიუღია. რა თქმა უნდა არა. მას თვითონ მისი სახარებით, მისი ცხოვრებით ეწოდება ღვთისმეტყველი და ეს არის ნამდვილი ღვთისმეტყველება. ღვთისმეტყველება. ანუ გამოცდილების, ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილების უდიდესი ტრანსცენდენტული, მეტაფიზიკური, იმანენტური პრინციპში პრაქტიკა და დისცილაცია. განგრძობადია ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. გვაძლევს უფალი იმის საშუალებას, რომ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გამოცდილება ცხოვრებისა და იმიტომ ამახვილებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღეს, ხსენების დღეს ამ თემაზე და ხას იმიტომ მოსვამ ამ თემას, რომ ჩვენი ცხოვრება ეს არის უბრალოდ
რაღაცა ციკლები, რაღაც წრეზე მოძრაობა, ერთი ასაკიდან მეორე ასაკამდე, ერთი დავუშვათ წელიწადის ერთი ციკლიდან წელიწადის დროებისა მეორე ციკლის წელიწადის მეორე დროებამდე და ასე შემდეგ. გაუთავებელი წრებრუნვა, უსასრულო წრებრუნვა, რო იქნება ეს. ეს არის რწმენით განვითარება ადამიანში. წრიულ მოძრაობას ვერ დავარქვათ ჩვენ ცხოვრებას. ჩვენი ცხოვრება თავისი ასე ვთქვათ, თავისი განხორციელებისათვის მას უბრალოდ წრეზე სეზონიდან სეზონამდე, რიტმიდან რიტმამდე სიარული არ ჭირდება. მას უფრო მეტი რამ ჭირდება, მას ჭირდება ღვთისმეტყველება, მას ჭირდება ასე ვთქვათ, სტიმული ღვთისშემეცნებისა, რისი სტიმულით სიყვარულია, რისი მამოძრავებელი ძალად სიყვარულია, საწვავით სიყვარულია, ესე ვთქვა ტექნიკური ენით. შეისუნთქე, როცა მოისუნთქე სიყვარული. შეისუნთქე სიყვარული და მოისუნთქე კეთილის საქმეები, თუნდაც ეს შეიძლება ვთქვა. ამიტომ ჩვენი ცხოვრება, რომელიც ციკლურია, რომელსაც გარკვეული თავისი რიტმი აქვს, მას ჭირდება უფრო მეტი რამ, რაც ჩვენზე დამოკიდებული არის. ეს არის მადლობა ჩვენ იესო ქრისტეს. აი ეს შეიძლება მას. რაზედაც ზუსტად მიგვითითებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სახარებითაც და თვისი ცხოვრებითაც. და მიგვითითებს იმაზე, რომ თავარი არის სიყვარული. სიყვარული სიკეთისა. მარტო ცუდი გძულდეს და მარტო ბოროტება გეზიზღებოდეს და მარტო მორალს კითხულობდე, რომ ეს ცუდია და არ შეიძლება, არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა მარტო მორალიზაცია არ არის და ვერც ვერასდროს ვერ იქნება და არც არასდროს არ ყოფილა. ქრისტიანობა პირველ რიგში გნოზისია, კარგი გაგებით და არა გნოსტიკური გაგებით. ქრისტიანობა არ არის მარტო ბოროტების სიძულვილი, ქრისტიანობა არის სიკეთის სიყვარული. ზუსტად სიკეთის სიყვარულია ქრისტიანობის ფუნდამენტალური მამოძრავებელი ძალა. ზუსტად ეს არის თავარი ღერძი, რომ ეძებობს სულის სიმშვიდე სიყვარულში, ღმერთზე დამოკიდებულ სიყვარულში. დიახაც, იმიტომ რომ ჯერ ღმერთი გვიყვარს და შედეგად გვიყვარს დანარჩენი რამ, შედეგად ყოველივე ქმნილი გვიყვარს ჩვენ. ამიტომ ამგვარი ასე ვთქვათ მიდგომით ადამიანი წარმოგიდგება როგორც საოცარი ტაძარი ღვთისა, როგორც საოცარი ქმნილება ღვთისა, ხატება ღვთისა, რომელშიც საოცარი უზარმაზარი ძალებია ჩადებული. ადამიანი უფრო მეტია, ბევრად უფრო მეტია, ვიცით ეს და თუნდაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება თუ არა სხვა რამ, თუ არა და ეს ზუსტად ყველაზე დიდი სიყვარულის სახარება გვასწავლის ამას, რომ ადამიანი ბევრად უფრო მეტია და ბევრად უფრო მეტი ძალებს ქრისტეს სახელით, ქრისტეს რწმენით, ქრისტეს სასუებით და ქრისტესადმი სიყვარულით, ვიდრე მას გონია, რომ გაკეთება ის გაკეთება შეუძლია და ვიდრე გონია და ვიდრე ფიქრობს, რაც მას ძალებს, უფრო მეტი შეუძლია, ბევრად უფრო მეტი. ამიტომ ვარსებობ ჩვენ და უფალმა მოგცა ამის საშუალება. პირველიდან იყო სიტყვა გახსოვთ, იწყება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება, რომლის ხსენებასაც აღვასრულებთ ჩვენ დღეს და ვმადლობთ უფალს, რომ გვაქვს ეს უნიკალური გამოცხადება, თვით და საბოლოო გამოცხადების ერთ-ერთი ნაწილი. გამოცხადებისა, საბოლოო სრული გამოცხადების, ახალი ქრისტიანული გამოცხადებისა, ღვთისა ჩვენ და თვით გამოცხადების. ამიტომ ჩვენ ვარსებობთ ზუსტად ღვთის პირველ მიზეზობის გამო. ჯერ ღმერთი არსებობს და იმიტომ ვარსებობთ ჩვენ. ჯერ უფალს უყვარვართ და იმიტომ გვიყვარს ის ჩვენ. ჯერ მან გამოგვირჩია და იმიტომ გამოგვირჩია ჩვენ ის. ჯერ უფალი არსებობს და იმიტომ ვარსებობთ ჩვენ და ამას მოყვება შემდეგ, რადგანაც ვარსებობთ და ქრისტიანულად უნდა ვიარსებოთ. ამას მოყვება შემდეგ შედეგები. თუ ვარსებობთ, რადგანაც ვარსებობთ. ამიტომ შედეგებიც აუცილებლად იქნება. და შედეგები უნდა იყოს კარგი და უსურვებ ყველას, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარების კიდევ ერთხელ ღრმად განსწავლული წაკითხვის შემდეგ და შესესხორცების შემდეგ ამ სიბრძნისა კიდევ ერთი გამოცდილების უწყვეტობა გააცნობიერო, როგორც გამოცდილების უწყვეტობა, როგორც მთავარი პირობა ღმერთთან უწყვეტად ყოფნისა, ღმერთთან სიყვარულში უწყვეტად ხსოვნა ყოფნისა, რომ მუდამ უწყვეტად გვახსოვდეს უფალი, მუდამ მოუκლებდეთ და გულოცულობდეთ, უწყვეტად ვმართავდეთ და უწყვეტად გვიხარებდეს. რატომაც არა, ეს არის ჩვენი მოწოდება, რომ გვიხარებდეთ უფალთან ერთად, ეს არის სახარება ზუსტად, სიხარული. ჩვენ ხოლმე ჩვენს თავში, საკუთარ თავში ავტონომიური ძალა არ აქვს იმისა, რომ განვისტიდეთ ჩვენ არსებობის, ვთქვათ, დამოუკიდებლად, ავტონომიურად, ღვთისაგან მოწყვეტილობის შედეგად განვისტიდეთ თავის თავად არსებობის ცხოვრების, ასე ვთქვათ, შეგრძნებას. არა, ჩვენ დამოკიდებული არსებობა ჩვენ არ ვართ, ავტონომია ასევე ჩვენ ვართ, არა ბიორობოტები, არა
ავტონომიური მოწყვეტილი ფრაგმენტები, არამედ მთელი ღვთაებრივი ქმილების გვირგვინი ნაწილი, რომელიც ღმერთზე არის დამოკიდებული და საკუთარი თავის სიცოცხლის თვითგანგრძობის უნარი ვერ და არ შესწევს. ვინც გააგრძელებს და ვინ გაიგრძელებს საკუთარ თავის სიცოცხლისა და ყოფიერებას ერთი წამიც კი ვინ გააგრძელებს ნეტა ისე რომ საკუთარი თავის სიცოცხლე და ყოფობა თვითონ გააგრძელოს ვერავინ ვერ იძლევს ეს ყველაფერი უფალზეა დამოკიდებული კიდევ ერთხელ უნდა მადლობდეთ ამისთვის ყოველი გათენებული დღისთვისაც იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია უწყვეტად დაგვიგრძელოს ჩვენ დაუმსახურებელი წყალობის სახით მოგვცეს განგრძობილი დღეები ამის შეუძლია უფალს შესწევთ უფალს შეუძლია ჩვენ თვითნებურად ჩვენი ვთქვათ სურვილით ხოლმე შეგვიძლია ვითხოვოთ ვევედროთ კეთილი და სწორი არჩევანი და ასე ვთქვათ გავაკეთოთ სწორი და მართალი არჩევანი მაგრამ ის რომ ჩვენ თავისთვის დამოუკიდებლად მივიღოთ მადლი და დამოუკიდებლად ვცხონდეთ თვითცხონების არის სხვა ძველი გზები რომლებიც დღესაც ეკუთვნებიან და გზები რომლებსაც მასტური საშუალებებს ცდილობენ თვით ცხონების ავტონომიური წესით მიაღწიონ ამ ცდილობას ყოველთვის ამოებას უწოდებ და მოსდევს დიდი იმედგაცრუება. ქრისტეს გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ქრისტეს გარეშე უკვდავებას ვერ იღებს ადამიანი. ეს არის უკვდავების სიცოცხლის მომნიჭებელი. გაიხსენეთ ალბომის საიდუმლო. ამიტომ მოდით ჩვენ ვიყვარდეს ვიხარობდეს, მადლობდეთ. ვიყოთ უფრო სულძელი, ვიყოთ უფრო შემწყნარებლები, ვიყოთ უფრო მოწყალე, მეტად უფრო ავმარდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. დღეს უფრო წინ წავიდეთ. გუშინ რომ ვიყავით, ესეთი ეს ანიშნავს, რომ დღეს ამიტომ კარგი ვიქნებით. ხო უკეთესი. მუდამ ძალის ხმევა საერთოდ იმისას რომ წინ წავიდეთ და უკეთესი გავხდეთ ვიდრე ვარ. რაც აუცილებლად დიდ შრომას მოწევს და ბაცმობს. მინდა კვლავ მოგილოცოთ მინდა ერთგვარი ხსენება და მინდა გისურვოთ რომ ეს ჭეშმარიტების შემეცნება რომელიც დაგვევალა უფალმა და მე ვარ გზა ამ ჭეშმარიტება მე ვარ სიცოცხლეს ნათქვამი უსასრულოდ განგრძობილი ყოფილიყოს უსასრულოდ განგრძობილი ადამიანის ცხოვრება არასდროს თავდება იგი არის უსასრულო უფალი მუდამ მას ასწავლის ჭეშმარიტების მუდამ ახალ და ახალ რეზერვს ახალ და ახალ გზას გაგრძელებას აძლევს შემეცნებისა მუდამ ახალ გზას ყოველთვის რომელიც გონია ჩვენ თავდება ან ჩიხში შედის ყოველთვის გამოსავალს და გზის გაგრძელებას აძლევს და ასე მუდამ დაუსრულებელ და მუდმიერ და მარადულ სიცოცხლეს აძლევს და წარმატებას აძლევს. გლოცავთ, გაიხარეთ, მიყვარხართ, გიხარობდეთ, ლოცულობდეთ, იმედი გქონდეთ ქრისტესი და ერთს ვიტყოდი რომ ვევედროთ, მეტი ვილოცოთ, მეტი ვიშრომოთ, მეტი უფრო ვეცადოთ და ვცდილობ უკვე სათნოებად. როგორ გამოვა? იყავ ნებაშენებით, რაცაც ათაშინე, ეგრეცეთ ხალხზე და მთავარი მეტავახსენე. და შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფოს, არამედ მიხსნით ჩვენ ბოროტისება. მძიმე პოსტსაბჭოთა ცხოვრებაში, ამ მძიმე დროში, ამ მძიმე ჩვენივე წოდებით დამძიმებულ დროისა და სივრცის კონტინუუმში, რომელსაც ვიმყოფებით. გამოვასწოროთ, ყველაფერი გამოსწორებადია, ყველაფერი უკეთესად გახდომადია, ყოველივე გახდომადი და ყოველივე ვთქვათ წინსულადია და ყოველთვის შეიძლება აუცილებლად და შესაძლებელია ყოველთვის ის რომ უკეთესი და უფრო საუკეთესო და მშვენიერი და წარჩინებული გახდეს ადამიანი, რასაც ყველას გისურვებთ სიყვარული. მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარულისა და მამისა, რომელიც იქა და გაწმინდა იოანე ღვთისმეტყველმა იყოს თქვენ